ოთხის არმებით ცოტა მეგობრებო ნახოთ რა სიახლე შემოდის პირველი ვარიანტი იქნება ძალიან მოკლე გასვლა სავარაუდოდ ეს მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი პირველი მეორე მესამე ჩანსო პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი ესეთი ჯუჯა დაპაუზეთ და თუ ვერ აირჩიეთ რომელიც დაგიძახეთ პირველად ის არის სწორი ვარიანტი ძალიან მოეძებთ სად იქნება კარგი პასუხები ვინც აირჩია ჯუჯების სახლი თქვენ შემთხვევაში სიახლე შემოდის ნახოთ აქ უფრო არის გაცრავად შესაძლებელია ბევრი შრომის ბევრი მცდელობის მიუხედავად მაინც იყო ეს ფინანსური ესე იგი კრიზისი ვერ ახერხებდით შესაძლებელია დაგროვებას თავისუფლდებით აი მაგ რაღაც უაზრო ხარჯებიდან შესაძლებელია აქ საჭიროების ხარჯს კი არ ვამბობ აი მაღაზიაში რომ შედიხარ და უაზროდ ყიდულობ ახლა რაღაცა 1 კილო შაქარი გჭირდებოდა 5 კილოს ყიდულობ ხო და რაღაც არა გაქვს ეს კონტროლი თითქოს ხელში. აი ესეთი საქციელებიდან მოდი ესე ვთქვათ, თითქოს აკეთებთ აქ დაფიქრებას და მაგისგან თავისუფლდებით. ასევე შესაძლებელია თქვენი რამე ძლიერი მხარე, რომელიც დაბლოკილი იყო, ვერ გრძნობდით რაღაც წინსვლას არ არის გამორიცხული ჯანმრთელობის თემა, აი აქედანაც თავისუფლდებით შემოკარგებოდა ასე ვთქვათ, ნაბიჯ გადადიხართ უკვე საკუთარ თავს თითქოს პოულობთ, აი ეს სიახლეები იქნება. თავისუფლდებით აი გადაღლილი მომენტიდან გადავიყარე, მეტი არ ვიცი რა ვქნავ რაღაც ამ პოზიციიდან. თავისუფლდებით შემოკარგებო, ვინც აერჩიათ ეს თოვლის ბაბუა. თქვენ შემთხვევაში რა სიახლე შემოდის? აქ პირდაპირ უშუალოდ არის კავშირი, უკვე არ არის გამორიცხული, რომ პირადი ურთიერთობა მოწესრიგდეს, ან ძალიან კარგი კომუნიკაცია თუ ბიზნესი და რამე სხვა საკითხი გაინტერესებთ, მაშინ ეს არის აი რაღაც უფრო მეტი მეგობრული დამოკიდებულება თქვენს მიმართ წამოვა საზოგადოებიდან, ხალხიდან, კომუნიკაცია უფრო მეტი იქნება, ვიდრე გქონდათ და ის თქვენი ოცნებები, რაც არის, რატომღაც თითქოს დღის წესრიგში დადგა და ეს უნდა ასრულდეს აქ სხვათა შორის ბიზნესი თუ არის და ფინანსური მხარე გაინტერესებთ, აუცილებლად იქნება ეს თუ არ არის, რა ვიცი, მე ფულიანი კაცი ცოტა დღევანდელ დღეში ფულიანი კაცის თქვა მეღიმება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ესეც რომ იყოს ჩემო კარგებო. მეორე ვარიანტი ეს არის და მესამე ვარიანტი ვინც აირჩია ეს ჯუჯა, რომელსაც აწერია მიყვარხარო.
ნახოთ რა სიახლე შემოდის თქვენთან. მე მკარმახვარი მას გენით დაიბინძურეთ, არ არის გამორიცხული. შესაძლებელია კარმული პერიოდი გქონდათ, ეს დასრულდეს და რატომღაც გადადიხართ, უკვე გადაწყვიტავთ თქვენ თვითონ, არ არის გამორიცხული, იყავით დაბნეული, თქვენ აქ ხართ ძალიან ნაყოფიერი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი მისმენთ თუ მამაკაცი, ძალიან ნაყოფიერი, აი პრობლემებს ყველანაირს რომ თავს გაართმევს, აქ მე ვფიქრობ, რომ რაღაც კარმული ეტაპი გქონდათ შესაძლებელი, ამიტომ ჩაიკეტა გზები ხანდახან არის ის მომენტი, რომ აი კარმას უნებურად იზიანებს ადამიანი და რაღაც ესე ვთქვათ, ან გამოცდის პერიოდი ეძლევა, ან შესვენების ჩერდება, ყველაფერი ჯადო კი არ არის, მანდ მაინც კაცო რაღაცა, ესე ვთქვათ, არასწორი ქმედება, რისთვისაც ეხლავე უნდა აზღვიოთ რა, გამოისყიდოთ თუ რაღაც ესეთი ეტაპი გქონდათ. მართალია, აქ არის ის მომენტი, შეიძლება გადაიღალთ, ან იფიქრეთ, წმენდაც კი გააკეთეთ, მაგრამ რაღაცა მარიმუშავა, რაღაცა ესეთი შეგრძნება გააკეთა, არა ჩემო კარგებო, ყველაფერი მუშაობს, აღდგენითი აღდგინება იქნება აი ამ თქვენი ნაყოფიერების, დაბნეული ხართ ცოტა, მაგრამ აუცილებლად იქნება აქ მე ასე გეტყოდით, გააგრძელეთ მუშაობა, გააგრძელეთ კი, მაგრამ აქცენტი არ გააკეთოთ არაფერზე. არც სამსახურზე, არც ფინანსებზე, არც არაფერზე, არც ის რამე არ გამოვიდა, კი გამოვიდა და ასე შემდეგ. აი მუნჯის როლი უნდა მოირგოთ, რაც ვიცი რომ ბევრ თქვენთან რამს უჭერს ეს ვარიანტი რა იქნება ამ შემთხვევაში. იქნება ცვლილებები, კიკიკიკიო, რაც გინდათ თქვენ ზუსტად მიაღწევთ უბრალოდ ეს რაღაც იყო ეს მომენტი და იქნება აღდგინება. აი აქ ესეთი ვარიანტი არის, მესამე ვარიანტი. დაღუნე თავი და გააგრძელეთ თქვენი საქმე, აკეთეთ ის რომეთ აუცილებლად შედეგს მიიღებთ აქ. აუცილებლად აქ დროც არ არის, რო გითხრათ ეხლა აი ამდენი არ აგვიანდება. უკვე აღდგენითი მომენტები დაწყებული, აღდგენითი პერიოდი დაწყებულია. აუცილებლად იქნება მომენტალური ცვლილება და ისეთ ნაყოფიერებაში გადახვალთ აქ თქვენ, თანხის დაგროვებაც გექნებათ, აი გზებს იპოვით გამოსავალი, ნახეთ, თქვენი ინტერესები, აი ის ნაყოფიერება, ის წარმატება გიბრუნდებათ, რაღაც ძალები, ნახეთ, ძალაც კი ბატონო, ნაყოფიერება. ბოლოში რა სიტყვით იცი, აი მე რაც მინდოდა გავაკეთე. აი რაც მინდოდა. რაც მინდა ყველაფერი მაქვს. აი ესეთი რაღაცა სიტყვის მესამე ვარიანტი, ძალიან მაგარია მესამე. ძალიან მომეწონა. აღთოვანდი გისურვებთ წარმატებებს და ის პროცესზე. მადლობა.